დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ის რომ ადამიანზე ვსაუბრობთ, თქვენთვის ეს ახალი არ არის. ის რომ ადამიანია ყველაზე დიდი ღირებულება საზოგადოებაში, ესეც არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის არსებობის ფორმებზე, ჩვენ ვითვალისწინებთ ადამიანის როგორც სოციალური არსების ცხოვრების წესს. თითქოს გაცვეთილი და ყალბგასულია ეს სიტყვები და ამ სიტყვათა კომბინაცია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გახსენებთ, რომ ამ სიტყვების მიღმა იგულისხმება უამრავი ფაქტორი. მათ შორის არის კვებაც და ფიზიკური აქტივობაც, ძილიც და მოსვენებაც, სტრესის მართვაც და მავნეჩვევების ქონა არ ქონაც. მოკლედ, ყველაფერი, რაც ადამიანის ყოველდღიურობას უკავშირდება, თავს იყრის ისეთ ტერმინში, როგორიც გახლავთ ცხოვრების წესი. და სწორედ ამ ცხოვრების წესის ცვლილება, ისეთი ნივთიერებების დახმარებით, რომელთა მიმართაც ადამიანს აქვს დაუოკებელი სწრაფვა, ტოლვა, აყალიბებს დამოკიდებულებას და ჩვენი ცხოვრების წესი ხდება დამოკიდებული. ჩვენ ხდებით დამოკიდებული. ჩვენ შეიძლება უამრავ ნივთიერებაზე ვიყოთ დამოკიდებული, ან ქცევაზე და ნიკოტინ დამოკიდებულება არის ერთ-ერთი მათ შორის. თუმცა ნიკოტინ დამოკიდებულება, რომ ნიკოტს უკავშირდება, ეს ძალიან ცოტა ვინმე თუ იცის, რადგან პორტუგალიაში მოღვაწე ფრანგი დიპლომატის ნიკოტის დამსახურებით პროდუქტი, რომელსაც თამბაქოს ფოთოლი წარმოადგენდა, აღმოჩნდა ამანათის სახით საფრანგეთში და შემდეგ უკვე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა სამეფო კარზე. უამრავი მსგავსი ისტორია შეიძლება გაიხსენოს სხვადასხვა ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ კაცობრიობას დასჭირდა 400 წელი დაახლოებით იმისთვის, რომ ეთქვა თამბაქო მავნეა ჯანმრთელობისთვის. დღევანდელი დღე ეძღვნება ამ განსაკუთრებულ თარიღს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ თამბაქოს გარეშე ცხოვრება უკეთესია, რომ დღევანდელი თარიღი და მთელი ეს კვირა ეძღვნება თამბაქოსთან ბრძოლას, საერთაშორისო კამპანიას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელს იმის ხაზგასმა, რომ რატომღაც ჩნდება ახალი სამიზნეები, განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვების, მოზარდების, ახალგაზრდების გრძნობებს, მათ აღქმებს, მათ ემოციებს და ამიტომ გაჩნდა უცნაური ტერმინი მენიუ და უკავშირდა თამბაქოს მოხმარებას. დიახ, გაჩნდა სლოგანი, რომ თამბაქოს ინდუსტრიას აქვს საბავშვო მენიუ, ანუ ისეთივე სუნი, ფერი, გემო და მახასიათებლები, რომელიც ბავშვებისთვის საყვარელ მენიუს აქვს. და სწორედ ამიტომ თანამედროვე მედიცინამ გადაწყვიტა თქვას მთავარი რამ, რომ ამგვარი მიმზიდველი ნიღბების ჩამოხსნის დროა. დიახ, ჩამოვხსნათ მიმზიდველი ნიღაბი. და თუ ჩვენ ნიღბებზე ვსაუბრობთ და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ ნიღბის ჩამოხსნის აუცილებლობაზე, მაშინ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეგრეთ წოდებული უწყინარი ელექტრომოწყობილობები არის ამ ინდუსტრიის ნაწილი და ხშირ შემთხვევაში სატყუარაც შეიძლება ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის არა უშუალოდ სიგარეტი და თამბაქოს სხვა პროდუქტი აღმოჩნდეს, არამედ სწორედ ელექტრომოწყობილობა, რომელიც ძალიან ჰგავს 21 საუკუნეში დაბადებული ბავშვებისთვის მიმზიდველ სხვა ელექტრომოწყობილობებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მწეველებს აღიზიანებთ კიდეც გაუთავებად ამ თემაზე საუბარი. არადა მთელი მსოფლიო დაინტერესებულია იმაში, რომ ყველამ ერთნაირად გაიგონოს და რაც თავარია შეისმინოს ის ფაქტები, რაც დააგროვა მტკიცებითმა მედიცინამ. თანამედროვე მტკიცებითი მედიცინისთვის ბევრი რამ არის დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით სათქმელი და როგორც უკვე რამდენჯერმე გავიმეორე, დღევანდელი დღე თამბაქოსთან ბრძოლას ეძღვნება. უფრო მეტიც, ეს არის ცხოვრება თამბაქოს გარეშე და ამას მთელი მსოფლიო ერთნაირად აღნიშნავს. თუმცა წლევანდელი თარიღი კონკრეტული სათქმელით არის გამორჩეული და ეს სათქმელი უკავშირდება იმას, თუ როგორი მიმზიდველი აღმოჩნდა თანამედროვე თამბაქოს ინდუსტრიის ნიღბები და რატომ არის მნიშვნელოვანი მეცნიერებისთვის და მედიცინისთვის ამგვარი ნიღბების ჩამოხსნა. რატომ გახდა საგანგებოდ გამოსაყოფი ფრაზა, რომელიც საბავშვო მენიუს უკავშირდება და რა იგულისხმება მაშინ, როდესაც საბავშვო მენიუს, ანუ საბავშვო მენიუსთვის დამახასიათებელი აღქმები სუნის, გემოს, ფერის და ასე შემდეგ გამოიყენა თამბაქოს ინდუსტრიამ ახალგაზრდების დასაინტერესებლად. დღევანდელი ჩვენი საუბარი
სწორედ ამ წახნაგებს გააერთიანებს და ამიტომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებელ დაავადებათა დეპარტამენტის კონსულტანტი ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი პედიატრი ბატონი ივანე ჩხაიძე. დილამშვიდობისა კოლეგებო. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს თქვენი სტუმრობა. მე უნდა აუცილებლად თქვა, რომ ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი ტრადიცია და არასდროს დაგვირღვევია ეს ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რა ვითარება იყო. შესაძლოა ზუსტად იმ დღეს არა, მაგრამ აუცილებლად ვყოვლობდით დროს და თარიღს, როდესაც ვიკრიბებოდით და ამ თემაზე ვსაუბრობდით. თუმცა წლევანდელი სათქმელი არის ძალიან განსხვავებული. თითქოს არც თამბაქოზია აშკარად ნათქვამი არაფერი და არც კონკრეტულ აუდიტორიაზე არის გათვლილი თითქოს ეს ყველაფერი, მაგრამ ეხება ყველას და განსაკუთრებით ეხება ბავშვებს და მოზარდებს. რატომ გამოყვეს საგანგებოდ სწორედ საბავშვო მენიუსთან ასოცირებული მოწყობილობები, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა დღეს სამედიცინო საზოგადოებისათვის, რატომ შექმნა ამან თავსატეხი ოჯახებისთვის და განსაკუთრებით პედიატრებისთვის, მე უკვე დეტალურად ბატონ ანასთან ვისაუბრეთ, მაგრამ ნუკა თქვენ მინდა გკითხოთ. როდესაც ჩვენ ისეთ მასშტაბებზე ვსაუბრობთ, სადაც თვითონ თამბაქოსთან დამოკიდებულებაში გლობალურ მიდგომებს ვიყენებთ, როდესაც საფრთხეებიც ასეთ მასშტაბებში აღიქმება, რატომ არის ასეთ დროს ელექტრომოწყობილობების უშუალო სამიზნედ ბავშვები და მოზარდები შერჩეული და რატომ გახდა საჭირო ამაზე ცალკე მთლიანად თარიღთან დაკავშირებული მობილიზაცია? ძალიან დიდი მადლობა ამ თემისთვის კიდევ ერთხელ და ამ თემით კიდევ ერთხელ დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, უბრალოდ შესავლისთვის. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს მოხმარება ზოგადად წარმოადგენს არაგადამდები დაავადებების ყველა ძირითადი არაგადამდები დაავადების რისკ ფაქტორს. ამიტომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მისი პრევენცია და სწორი ინფორმირება მოხდეს დროულად. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ელექტრონულ სიგარეტებთან, ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებით, ეს პრინციპში თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალი არ არის, რომ ისინი ყოველთვის იგონებენ ახალ მარკეტინგულ ხერხებს, როგორ მიიზიდონ ახალი მომხმარებლები. ახალი მომხმარებლები ყოველთვის, რა თქმა უნდა, არიან პირველ რიგში მოზარდები, რადგანაც უკვე მწეველები ხშირ შემთხვევაში მათი სამწუხაროდ ფაქტი ესეა ხოლმე, რომ მრავალი არაგადამდები დაავადების მიზეზის გამო ისინი ნაადრევად იღუპებიან და შესაბამისად, ანუ ყოველთვის ინტერესი თამბაქოს ინდუსტრიის არის, რომ მიიზიდონ ახალი მწეველები. რაც შეეხება კონვენციულ, ანუ ჩვეულებრივ ტრადიციულ სიგარეტს და თამბაქოს ნაწარმს, იმდენად დიდია უკვე მტკიცებულებები დროის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ 60-იანი წლებიდან როგორ შეიცვალა სიტუაცია, ხომ, 60-იან წლებში შეიძლება ექიმებიც კი ზოგჯერ უწევდნენ რეკომენდაციას, როდესაც ეს პროდუქტები თავიდან შემოვიდა. მაგრამ შემდეგ უკვე გაჩნდა მტკიცებულებები და უკვე ყველამ ვიცით, რომ ეს არის ნამდვილად მავნე, კანცეროგენული და ასე შემდეგ. და ნელ-ნელა უკვე მსოფლიოშიც თამბაქოს კონტროლის ძალისხმევის შედეგად საზოგადოება ინფორმირებულია და ახალგაზრდებს აღარ აინტერესებთ კონვენციური თამბაქოს მოხმარება. მაგრამ აქ უკვე თამბაქოს ინდუსტრია თავისი ძალისხმევით, ფინანსური თუ სხვა მობილიზაციით აკეთებს უკვე მარკეტინგულ ახალ, ასე ვთქვათ, სლებს, რომლებიც პრინციპში მიმართული არის სწორედ ამ ახალ მომხმარებელზე. თავის დროზე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ Marlboro-ს სკანდალური კამპანია შეიძლება გვახსოვდეს კიდევაც, ბავშვებზე იყო ისიც მიმართული. თუმცა ახლა უკვე ეს ახალი პროდუქტების ჩანაცვლება ხდება, ისედაც დიგიტალიზირებული არის სამყარო, ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა რაღაცა გაჯეტური ტიპის ნივთები, ზოგ შემთხვევაში ეს ელექტრონული მოწყობილობები გავს კიდევაც რაღაცა სხვა გაჯეტებს, რომლებითაც ისინი ერთობიან. არის ასევე ფერები, არომატები ამ ყველაფერში ისეთი, რომ ბავშვისთვის იყოს მიმზიდველი და უფრო თითქოს ხელმისაწვდომიც და რაღაცა ზოგჯერ კამფეტთან ასოცირდება, ზოგჯერ შეიძლება რაღაცა სხვა საღეჭ რეზინთან. და ამ შემთხვევაში
შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს უფრო ინფორმაციაც იმის შესახებ არასწორად მიეწოდებათ სხვადასხვა განსაკუთრებით ონლაინ საშუალებებით, რომ ესენი ნაკლებ საზიანოა და იწყებენ უკვე ექსპერიმენტიზაციას ამ პროდუქტებით. რაც შემდგომ უკვე იწვევს იმ სავალალო შედეგებს, რომ რადგანაც ეს ყველა პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს, პირველ რიგში უკვე ახალგაზრდა ხდება ნიკოტინზე დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ კარიბჭის ფუნქციასაც ასრულებს უკვე ჩვეულებრივი სიგარეტზე გადასვლა, იმიტომ რომ პრინციპში ახალგაზრდა ხდება დამოკიდებული ამ ნიკოტინზე და რადგანაც ნიკოტინი დამოკიდებულია, ის უკვე შემდგომ მოიხმარს ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც მისთვის იქნება უფრო ხელმისაწვდომიც. და ხშირად გვხვდება ხოლმე, რომ უკვე ორმაგი მოხმარება არის. ეს განსაკუთრებით მინდა ასევე აღვნიშნო ისიც, რომ ამ პროდუქტებში შემავალი ნიკოტინის დოზის გაკონტროლება არის ძალიან რთული, რადგანაც ეს არის აეროზოლები, ძირითადად აალებადი და თითო შესუნთქვით ფაქტიურად შეუძლებელია ზოგჯერ 20-ჯერ მეტ ნიკოტინსაც კი იღებს მოზარდი, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტით. რა თქმა უნდა, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვეულებრივი სიგარეტი უკეთესია, რომ მოიხმარო, მაგრამ ზიანი არ არის იმაზე ნაკლები. ეს არის ალბათ მთავარი მესიჯი და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ამის დანერგვა, არის რომ მიმზიდველობა, არომატიზატორები აიკრძალოს ამ პროდუქტებში და იგივე რეგულაციები განხორციელდეს, რაც ჩვეულებრივ თამბაქოზე ხორციელდება. ასეთი რა თქმა უნდა, მოწინავე ქვეყნები არის ავსტრალია, ახალი ზელანდია, ზოგიერთი ევროპის ქვეყანაც, თუმცა ჩვენთან ჯერჯერობით კანონმდებლობაში ეს არ გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამაზე ალბათ შემდგომი სტრატეგიის ყურადღების გამახვილება, რომ რაც შეიძლება ეს პროდუქტები მოექცეს იგივე სარეგულაციო ჩარჩოში, რაშიც სხვა თამბაქოს ნაწარმი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად არის სხვათა შორის საქართველოში უკვე ალბათ მოგეხსენებათ დანერგილი. როდესაც თქვენ განმარტეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მიმზიდველობის მოხსნა, კიდევ უფრო გასაგები გახდა ის სლოგანი, რომელიც წელს მედიკოსებმა საგანგებოდ გაუზიარეს საზოგადოებას, ჩამოხსნათ მიმზიდველი ნიღაბი, მხედველობაში ჰქონდათ, ცხადია, თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც ასეთი მიმზიდველი ნიღბებით განსაკუთრებულ სატყუარას ქმნის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ბატონო ანა, ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია. აი ახლა ვიხსენებდი ზუსტად ბოლო 16 წლის მანძილზე ყოველდღიურად, როდესაც პირდაპირ ეთერში ჩვენ საზოგადოებას ხვდებოდით და ხვდებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული საუბრები მეორდებოდა სულ ცოტა 16-ჯერ მაინც ამ ხნის განმავლობაში და აღარაფერს ვამბობ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც ამ თემასთან უნებურად მიდიოდა, ანუ წელიწადში რამდენჯერმე 16 წლის მანძილზე, სულ ცოტა ჩვენ ამ თემას ვუბრუნდებით. მაგრამ ბავშვები ყოველთვის იყო ის მტკივნეული საკითხი, რომელიც თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში პასიური მწეველების რანგში განსაკუთრებით გვაღელვებდა, აღარაფერს ვამბობ, როგორ გვაღელვებდა ეს სოციალური ჯგუფი აქტიური მწეველების რანგში. ახლა, როდესაც ჩვენ უბრალოდ თამბაქოს მოხმარებაზე აღარ ვლაპარაკობთ, ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობებზე და ჩვენ საუბრობთ საბავშვო მენიუზე თამბაქოს ინდუსტრიაში, ანუ საბავშვო მენიუში იგულისხმება სწორედ ის, რაზედაც ქალბატონი ნუკა ბრძანებდა, გემოები მათთვის ნაცნობი, სუნები მათთვის ნაცნობი და რაც თავარია, უკიდურესად მიმზიდველი. ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული საკითხია, ვინაიდან სიგარეტის შედარება ჩვეულებრივი სიგარეტის აი ამ თანამედროვე ელექტრონულ სიგარეტებთან ამ თვალსაზრისით წამგებიანია. სიგარეტი მეტნაკლებად უკვე მიჩვეული ფორმა არის თამბაქოსი და ეს ახალი ფორმები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ამას კიდევ ერთი დავამატეთ, ფერი. ანუ შეიძლება არჩევანი გაკეთდეს ფერის მიხედვით, ფორმის მიხედვით, გემოს მიხედვით, სუნის მიხედვით. ასე რომ სიგარეტის დროს არჩევანი არ ქონდათ, არჩევანი იყო მარტო ის კოლოფი, სადაც იდო სიგარეტი, ყველა დანარჩენი იყო უკვე ერთნაირი. ეხლა ეს ბარიერიც მოხსნილია, ადამიანს შეუძლია მრავალმხრივი არჩევანიდან გააკეთოს ის, რაც თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან შეფასებულია როგორც უსაფრთხო. ეს არის ყველაზე ცუდი სიტყვა და ამ სიტყვის უკან დგას სწორედ ის ხრიკი, რასაც თქვენ იმეორებთ ხშირად და ალბათ ეხლაც უნდა გავიმეოროთ, არანაირი განსხვავება ჯანმრთელობის ზიანის მიხედვით. თქვენ თამბაქოს მოწევთ თუ ელექტრონულ სიგარეტს არ არსებობს.
როგორც ახლო პერსპექტივაში, შორეულ პერსპექტივაში ეს არის ჯანმრთელობისთვის საშიში. სამედიცინო რისკების თვალსაზრისით მე გერთვებით უკაცრავად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ მაგალითად მწეველობის შედეგები ბავშვებსა და მოზარდებში, მოკლევადიან პერსპექტივაში და გრძელვადიან პერსპექტივაში, ელექტრომოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით იცის უკვე პედიატრიამ როგორი შედეგები აქვს ამას დღეს და როგორი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამომავლოდ. ქალბატონო მარი, ჩვენ ივნისში გვაქვს საერთაშორისო კონგრესი. პირველად ჩვენი კონგრესის ისტორიაში გვექნება მთელი სიმპოზიუმი მირწმუნილი ელექტრონული სიგარეტების ჯანმრთელობაზე ზეგავლენასთან დაკავშირებით. აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ფილტვის დაზიანების ხაზგასმა. და ეს ტერმინი უკვე თანდათან მკვიდრდება და არის ქოლგა ტერმინი, რომელიც ზუსტად ესე ჟღერს ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებული ფილტვის დაზიანება. ეს დაზიანება ციფრებში შემიძლია წარმოგიდგინოთ 2009-2010 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა 2800 შემთხვევა მოსახლეობის სხვადასხვა საკუთრივ ფენებში ელექტრონული სიგარეტით გამოწვეული ფილტვის დაზიანებით. ეს არ არის მხოლოდ დაზიანება, 68 ლეტალური შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2800-დან 68 გარდაიცვალა. პირდაპირი კავშირი იყო მხოლოდ ერთ ფაქტორთან, ელექტრონული სიგარეტის მიღება. ასე რომ ეს არ გახლავთ არ ვიცი რა მოხდება 10 და 15 წლის შემდეგ და ამაზე ნაკლებად ნერვული. ეს არის 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტის მოწევის დაწყებიდან განვითარებული ფილტვის დაზიანება. ამიტომ ეს რეალური საფრთხეა და ამ თვალსაზრისით ალბათ სწორედ ჩვენი ექიმების პირველ რიგში ინფორმირება მნიშვნელოვანი. აქ მე ვფიქრობ გარკვეული ხარვეზი ნამდვილად არსებობს სიგარეტთან დაკავშირებით ჩვენ სამედიცინო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აქვს წლების განმავლობაში უამრავი კვლევა ტარდებოდა, უამრავი პრეზენტაცია, ლექცია და ასე შემდეგ, მაგრამ ელექტრონული სიგარეტები ჯერჯერობით სიახლეა. მისი ზეგავლენა ჯანმრთელობას და მასთან დაკავშირებული რისკები მართლაც ახალია და ამიტომ ჩვენი ამოცანა ალბათ დღევანდელი გადაცემაც ამას ეძღვნება, როგორ ეს ხარვეზი შევავსოთ და მაქსიმალურად უთხრათ არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ჩვენ კოლეგებსაც ნუ უყურებენ ამას როგორც უსაფრთხო თამბაქოს. არანაირად ეს უსაფრთხო არ არის და ეს რისკები არის მართლაც რეალური და უშუალო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დროის ხანმოკლე მონაკვეთშიც კი. ახლა ერთი კითხვა და თქვენგან ორივესგან მოკლე პასუხს ველოდები შესაბამისად, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მე ვადაც კი ვახსენე და გარკვეულწილად ისტორიაც კი გავიხსენე, რამდენი ხანია ამ თემაზე საუბრობთ. საზოგადოება ამას ისმენს, გარკვეული ნაწილი შეისმენს, უნდა გულწრფელად ვთქვათ, რომ ნამდვილად ასეა. თუმცა რატომღაც უფრო ხმამაღლა შეიძლება ისმოდეს ინდუსტრიის ხმა, რომელიც კიდევ უფრო ხვეწს იმ ნიღბებს, რომლითაც იზიდავს ბავშვებს და მოზარდებს. ჩვენ ვაკლებთ რამეს მედიკოსები თუ თამბაქოს ინდუსტრია იძენს ახალ სამარჯვებს და როგორ შეიძლება ასეთ დროს ბავშვები დავიცვათ და მოზარდები, იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, დებიუტანტები და ცნობის მოყვარე კატეგორია, რომელიც პირველად სიამოვნებით აღმოჩნდება შეხებაში ასეთ პროდუქტებთან, იქ სადაც ნაძაგები სიგარეტი და გალანძღური სიგარეტი კი არ არის, ის მრავალფეროვნება რაც ბატონმა ვანომ აღწერა. აი აქ სად არის გამოსავალი? თქვენი აზრით ძალიან საინტერესოა და თქვენი აზრით როგორც პედიატრის ბატონი. ალბათ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ბავშვთან კონტაქტისას, ბავშვთან კომუნიკაციისას ერთ-ერთი მთავარი კითხვა. როდესაც ჩვენ პაციენტს ვნახულობთ სამედიცინო ისტორია აქვს გარკვეული სავალდებულო კომპონენტები, ერთ-ერთი კომპონენტია ეგრეთ წოდებული მავნე-ჩვევების შესახებ, კითხვების დასმა, გადატანილი დაავადებების შესახებ და ასე შემდეგ. არ ფიგურირებს აი ამ ჩამონათვალში კითხვა ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებით. თამბაქოსთან დაკავშირებით კი. ამ კითხვასაც იმ კონტექსტში სვამენ, როდესაც პასიურ მოწევაზეა აქცენტი გასაკეთებელი და ქრონიკული ხვალა ან რაღაც რესპირაციულ პათოლოგიასთან დაკავშირებული სიმპტომებია. ეს უნდა იყოს უპირობოდ ექიმის მიერ აუცილებლად დასასმელი კითხვების კატეგორიაში. ამიტომ ყველა პედიატრ, როდესაც ნახულობს ბავშვს, რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი ალბათ 10 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე, ვინაიდან სამწუხაროდ სწორედ ამასაკიდან იწყება ამ სიგარეტთან პაციენტის ურთიერთობა. ძალიან მცირე ასაკია, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებელი. ამიტომ ეს ხარვეზი ნამდვილად გვაქვს. ჩვენ ჯერ არა გვაქვს განსაზღვრული ეს ელექტროსიგარეტის ზეგავლენა აუცილებელ
გამოსაკითხ კატეგორიებში ეს უნდა შევცვალოთ და ეს კითხვა უნდა იყოს დასმული და სიტყვა პასიური და აქტიური თამბაქოსთან დაკავშირებით სწორი იყო, იმიტომ რომ ძნელი წარმოსადგენია 10-11 წლის ბავშვი, რომელიც აქტიური მწველია. პასიური მწველობას იქ თავისი ადგილი ქონდა. აქ მე ვფიქრობ, უკვე უნდა შეიცვალოს აქცენტი და არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი პასიურზე. პირდაპირ უნდა ვკითხოთ, იმიტომ რომ არის თუ არა მწვეველი და შობლის ყურადღებაც მნიშვნელოვანია, როცა თქვენ ამ კითხვას დასმავთ, შეიძლება არ უნდა ბავშვს იცოდებს შობელმა და მალავს ამას, რაც დასაშვებია, მაგრამ შობლისთვისაც იქნება ყურადღება მისარახან ეკიმი ეკითხება, ესე იგი მეც უნდა გავამახვილო ამაზე ყურადღება და არ გამორჩეს, როდესაც ჩემი შვილი ამ ასაკში დაიწყებს ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ივანეს სამედიცინო დავუშვათ ჯანდაცვის სისტემის კუთხით ეს არის ალბათ პირველ რიგში განსაკუთრებით პირველი კონტაქტის ექიმებისთვის რომ ისინიც იყვნენ სენსიტიზირებულები პირველ რიგში დასვან კითხვა შემდგომ უკვე გაუწიონ პატარა კონსულტაცია და შესთავაზონ დახმარება მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პერსპექტივიდან ვიტყოდი ეროვნულ დონეზე რა არის მნიშვნელოვანი და ყოველთვის ჩვენ განვიხილავთ თამბაქოს კონტროლს ერთიან ჭრილში, რადგანაც არ არსებობს მხოლოდ ერთი კომპონენტის გაძლიერება, რომელიც სიტყვაზე მოგცემდა იმ შედეგს, რომელიც გვინდა. არამედ ეს არის რაღაცა რიგი ღონისძიებების, რომელიც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით არის გათვალისწინებული და საქართველოს მიერთებულია ამ კონვენციას 2006 წლიდან, სხვათა შორის და გვაქვს ვალდებულება, რომ სრულად შევასრულოთ და მათ შორის არის რიგი სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიც არის გადასახადების გაზრდა, რომ ხელმისაწვდომი არ იყოს ეს პროდუქტები იგივენაირად იბეგრებოდეს როგორც ჩვეულებრივი თამბაქო ელექტრონული მოწყობილობებიც სხვადასხვა შეფუთვის მაგალითად შეზღუდვები რომ არ იყოს მიმზიდველი და ერთ-ერთი კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რადგან ინდუსტრიაზეა საუბარი არსებობს ესეთი მუხლი რომელსაც ესე ტექნიკურ ენაზე ქვია 5-3 მუხლი ჩარჩო კონვენციის რაც მოიცავს იმას რომ თამბაქოს ინდუსტრიასთან ზოგადად ქვეყნის ეროვნულ დონეზე სამინისტროების და სხვადასხვა სტრუქტურების კომუნიკაცია უნდა იყოს, რაც შეიძლება გამჭვირვალე და შეზღუდული და დასული რეგულაციების დონემდე, რომ მათ თამბაქოს ინდუსტრია ეს არ არის ჩვეულებრივი ინდუსტრია, ეს არის ზიანის მომტანი ინდუსტრია, ამიტომ აქ ძირითადად კომუნიკაცია ყოველთვის ეხება, როგორ ვარეგულირებთ მას და არა როგორ თანამშრომლობთ. ან როგორ დავახალისებთ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, ჩვენ გვაქვს ტრადიციულად კვებითი შუქნიშანი დასკვნით ნაწილად განსაზღვრული გადაცემაში, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით მე ხვალ გესაუბრებით დეტალურად და ამიტომ აქ დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებთ დაავადებათა დეპარტამენტის კონსულტანტი ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ექიმ-პედიატრი ბატონი ივანე ჩხაიძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღესგრძელობას გისურვებთ.